გვაქვს ნამდვილად ქართული მართლმსაჯულების იმედი ამ ხრივ რა მე მართლა მინდა მჯეროდეს რომ აი ტყუილად არ გვიბრძოლია იმ დროს როდესაც 2012 წელს მოხდა ეს ეპოქალური ცვლილება და ქვეყნის სადავეებიდან მართლა ქართველმა ხალხმა ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით გაყარა ის ხალხი ვინც აკეთებდა ესეთ რაღაცებს ვისაც სასამართლო მართლა ჯიბეში ედოდა ესეთ თითის გატკაცუნებაზე ხდებოდა ადამიანების უდანაშაულო ადამიანების გასამართლება იმიტომ რომ იქ ვიღაცას ეგეთი ინტერესი აქვს ეგრე გონია სწორი და ესე მიაჩნია სიმართლე ამის გამო რომ ასამართლებდნენ მხოლოდ ადამიანებს მე მინდა მჯეროდეს რომ აი ამ სტანდარტ ჩვენ გადავაბიჯეთ გავცდით ქართულმა ხალხმა მიიღო ამაზე პრინციპული გადაწყვეტილება და მართლა მაქვს ქართული მართლმსაჯულების იმედი ამ ხრივ და მაქვს იმის იმედი რომ აი მათ შორის აი ეს მოსამართლე რომელიც მიმართაც ასევე ძალიან დიდი სიმპათიები თუ არ მე პირადად განწყობილი და რა ვიცი მათ შორის პრინციპული გადაწყვეტილებები ვიცი და გამიგია ამ ადამიანის მიერ მიღებული დარწმუნებული ვარ მინდა ვიყო ყოველ შემთხვევაში დარწმუნებული რომ მიიღებს არა ისეთ გადაწყვეტილებას როგორიც მე მინდა და მე რაფს უნდა და იქ ვიღაცას არა როგორიც არის სამართლიანი როგორიც არის ობიექტური და კანონში რაც წერია ის შესრულდება მეტი არაფერს არავინ არ ითხოვს